1963 წელში გორში გამოიგზავნა ტატა. პირველი თბილისში კი არა გორში და ეს გახდა ოლიმპიური ცენტრი გორი. ეს ჩემი დადგენილები იყო თავრობის. ნუ რა თქმა უნდა ამან ბევრი რამ მოგცა. თავობა მოიყარა თავი და რა იყო იცი აი ახლა გახდა რის ცენტრი. უყურე თელავში იყო არის პედაგოგიური ინსტიტუტი მაშინაც იყო ეხლაც არის. თელაველი კაცი ნახუცრიშვილი აქ ჩამოვიდა. უნივერსიტეტში სწავლობდა გაგუნაშვილი აქ ჩამოვიდა, მიატო აქ წამოვიდა. ბურჟანაძე სწავლობდა ფიზკულტურის აკადემია წოდებული აქ ჩამოვიდა. მიატოვეს. მაღალგაზი რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა. და რაც ახლა პერსპექტიული ბოჭები ქართულში ბევრი და ეს გახდა რაღაცა დიდი აი ესე ვიტყოდი სკოლა. თვითონ დარბაზები გორში არ იყო საჭიდაო. ერთ დარბაზში რომელშიც მე მუშაობდი ბამბეული სხეულების კომბინატი იყო ხოლმე იქ იყო დარბაზი და ცენტრში იყო ბოძი აი რასაც ეს კრიშე ეჭირეს ოთახები იყო დარბაზები არ იყო და რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა რომ დაჯახებულან ამ ბოძს და ტრამები მიუღიათ ბიჭებს ასევე იყო ინსტიტუტის დარბაზი სადაც გურამ პაპიტაშვილი სუხდებოდა მუშაობა იქაც სულ არ იყო 7-7 არ იყო და ამოდოლა ფალავნები იზრდებოდნენ. ეს არის გურამ პაპიტაშვილის დიდი დამსახურება და გიორგი ხარაულის, რომელიც გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი იყო წლების განმავლობაში. ძალიან დიდი უთვალისწინები 30 წელიწადის 33. და რომელსაც ძალიან უყვარდა ჭიდაობა. ქართული სამბო და შემდეგ ძიუდო შემოვიდა. და ეს სპორტსმენები, რომლებიც იყვნენ პერსპექტიული სხვადასხვა რეგიონებში ეძებდა გურამ პაპიტაშვილი შემდეგ მოყავდა მოელაპარაკებოდა ეს არის პერსპექტიული წარმატებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს, ჩვენს სასწავლებელს და ეხმარებოდნენ რა თქმა უნდა შეღავათებს უკეთებდნენ სპორტსმენებს ისინი უმაღლეს სასწავლებელში ეწყობოდნენ პარალელურად სწავლობდნენ და პარალელურად კიდევ ვარჯიშობდნენ და გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ინტერესებს სხვადასხვა ღონისძიებებზე იცავდნენ. ამ დროისათვის ყველაზე დიდი კაცი აი ამაგდარე კაცი იყო ჩვენი ყოფილი პედაგოგიური ინსტიტუტის უნივერსიტეტია ხარაული იყო რექტორი. იმისთვის არ არსებობდა სხვა რამე გარდა ეს რომ აი უნდა აღეზარდა ფალავნები, აღზრდილი ამ სკოლაში. და მე სახათა მეუბნება მე. შენო ისიო ზარი რა არისო, ზარი როგორ არ ვიცი მეთქი, აბა თქვიო და აი ლექცია რო დაიწყება, დაირეკება ლექცია რო არ არის შვილაკზარი. ზარი არის ის რომ შენ ისეთი ფალავნო გასწავლო სოფლიოს უნდა გავაგებინოთ რომ აქ ჭიროების ყველა არსებობს. უნივერსიტეტში შემოგიყოფა კაცო ფიზრული და შიგ სასწავლო კორპუსში. მერე გამოინახა პატარა შენობა რომელიც სიგზე იყო 25 მეტრი და სიგანე იყო 6 ფართი. ეს კი სულ გავაკეთებს ანზორი ახლა 2 მეტრიანი კაცი რა მიწყო ხო და დაეჯახოს აქეთ იქით ავდგევართ აქ კედლებს არ მივაწედ აი აქ დაიზდარდ მე ამით რა უნდა ვთქვი ესე თუ კი ინტერესი არის ფარცა აქ მიშრობა პირობებს აქ მიშრობა ამასაც მიშრობა აი ვითი რა გულით ვარჯიშობ და რა გინდა რო გააკეთო გორის ძიუდოს სკოლა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში აქვს სახელი განთქმული. ყველა საუბრობდა გორის და მისი სკოლის შესახებ. ყოველთვის მაინტერესებდა, ასეთი განსაკუთრებული რა უნდა ყოფილიყო. ადამიანს ნებისმიერი საქმის კეთება შეუძლია. როცა საბჭოთა კავშირში ძიუდოს განვითარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული, გამოჩნდნენ ენთუზიასტები, რომლებმაც ვარჯიში დაიწყეს. მათ შორის გურამ მიხეილისძე პაპიტაშვილი იყო, რომელიც ინსტიტუტში მუშაობდა. მან შეძლო თავი მოეყარა არა მხოლოდ გორელი, არამედ საერთოდ ქართველი ნიჭიერი მოჭიდავეებისთვის. იმ დროს ყველანი ვსწავლობდით და ყველანი პროფესორები ვიყავით. ყველანი ვსწავლობდით. დანარჩენი მწვრთნელების მსგავსად მეც ვსწავლობდი. ამის მიუხედავად ჩვენ ერთად მუშაობდით. ვცდილობდით ისეთი ტალანტები, ისეთი ვაჟკაცები მოგვეძებნა, რომლებიც შეძლებდნენ საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის სპორტული ღირსება წარმოეჩინათ. რაც შეეხება საბჭოთა კავშირის პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში, ისიც გორიდან იყო. ხომ ხედავთ, რა ხშირად ვახსენებ პირველს. ეს პირველი ჩემპიონიც გორიდან იყო. გორში უამრავი ნიჭიერი ძიუდოისტი აღიზარდა, რადგან ბავშვებს კარგი მაგალითი ჰქონდათ.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ ქართველების ხასიათის შესანიშნავად ვიცი. მას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ შევძლებ? აი ყველაფერი ხდება მიბაძვით. როდესაც უყურებ, რომ შენ სოფლელი, შენ თალაქანაკელი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ასე შემდეგ, გინდა რომ შენც როდესაც ვარჯიშობ, გინდა რომ მისნაირ შედეგები მიაღწიო და იშრომო და კობა კურტანიძე მეყურებდა მე როგორ ვარჯიშობდი. აი ესე ხდება დარბაზში, აი როგორ ვარჯიშობდა და დაუშვათ მე ვუყურებდი ჩოჩიშვილი. მე მინდოდა რომ იმაზე მეტი მევარჯიშა. მე კობა კურტანიძე იყო ალბათ მასაც ისე უნდოდა რომ ჩემზე მეტი ევარჯიშა, ჩემზე მეტი შედეგისთვის მიაღწია ეს სპორტული ჟინი არის. გინდა რომ გამარჯვებული, წარმატებული იყო, იმიტომ რომ შენ რო გახდები ევროპის ჩემპიონი და შენ ქალაქში არიან უკვე მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები, არა ეს არ უნდა გაკმაყოფილებდეს. წარმოიდგინეთ ახლა რომ აი ამ პატარა დარბაზში ნამდვილად აკაიდგეს ფეხი ჩვენმა პირველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ევროპის ჩემპიონმა შოთამ, ქიბროთაშვილმა, ბორშაშვილმა, ვიმეორებ ჩვენმა თემურ ხუბულურმა, მაღალდაძემ ევროპის ჩემპიონმა, გენადი თანდილოვმა და ბევრმა სხვა. საოცრებას წარმოიდგინეთ, როდესაც მოდიოდნენ ხოლმე სანახავად, აი სად ვარჯიშობდნენ ეს ბიჭები. უკვე თქვენ აი ამ პატარა მოსულობის დარბაზში როგორ შეიძლება ასეთი დონის სპორტსმენები აღდგენილ იყვნენ, მაგრამ ეს შრომის ნაყოფი იყო ეს. ჩვენი ტრადიციების გაგრძელების სიყვარულმა განაპირობესა, მეგობრულმა სიყვარულმა განაპირობა ერისადმი, სამშობლოსადმი და ჩვენ ამიტომ მივახციეთ ასე შედეგები. ბავშვები ჩამოდიოდნენ ზოგი ფეხით, ზოგს თუ შეელო ავტობუსით სტადიონზე და მოყავდა ეს ბავშვები, მაგრამ უმრავლესობა გარე სოფლებიდან ფეხით მოდიოდნენ. და იმდენად ის იყო პოპულარი, იმდენი საყვარელი სპორტი იყო, რომ აი ზოგი 5-10 კილომეტრიდან მოდიოდნენ ფეხით და მოხვედრილი იყვნენ და ევარჯიშებდნენ. სიზნელეები იყო სიარულთან დაკავშირებით 25 კილომეტრზე მოგეხსენებათ, მით უმეტეს ზამთარში, სიცივე ხანა ესე არის ტყვიავი, რომელიც 5 კილომეტრით არის დაშორებული ჩემს სოფლიდან. ტყვიავამდე გავყვებოდით ავტობუსს, მე იქიდან ფეხით გვიხდებოდა ცუდამენში, მაგრამ იმდენად ვიყავ შეყვარებული, რომ ამ ყველაფერს თავს ვართმევდით. გორის ნახევარზე სკოლა მიმთავრდებოდა, სკოლიდან მოვდიოდი, ეხლა პირველ, მეორე, მესამე სად იყო მაშინ. კვერცხს ჩემი ხდა და ჩემი სამსახურში იყო მამა ჩემიც. მე კვერცხს შევწვავდი, უცებ, შევჭამდი და აბაჩქარა ჩანთა და გავარბოდი რომ მატარებელზე არ დამგვიანებოდა, მატარებელი 3-ის ნახევარზე მოდიოდა. თუ არ ვწდები თუ 3-2 საათზე რა ესე, რომ მატარებელისთვის მიმესრო. ვასწრებდი მატარებელს და მე უკვე 3 საათზე ვარჯიში გვეწყებოდა, ხან იყო საშუალება ტროლეიბუსით გავდიოდი, ხან ფეხით გავდიოდი, არა გქონდა ფული არა, გვიჭირდა ცხოვრება ჭირდა, ესე არ იყო ტალხინებული ცხოვრება, რომ ყველაფერი დალაგებული ყოფილიყო. აი ეს რის საშუალებაც იყო, იმას ვაკეთებდი. ყოფილა შემთხვევა დაუშვათ ხანდახან სირბილით წამოვსულ ვარ დარბაზამდე, მივსულ ვარ სპორტული ფორმა, ზურგზე ჩანთა და მივსულ ვარ და მივარჯიშია. მართლაც ძნელ პირობებში ვხდებოდათ სიარული. ჯერ ერთი რომ ეკონომიურად უჭირდათ აი ყველა ჩამოთვლილ სპორტსმენებს რომ ჩამოსულიყვნენ გორში სავარჯიშოდ. ავტობუსის ზღოლებს არ აწყობდათ მათი მოგთაც სიარული და ხანდახან ჩამოაგდებდნენ ხოლმე კიდევაც და ფეხით მოდიოდნენ სავარჯიშოდ. მაგალითად თემოს ხუბულურს სკოლა რომ უმთავრდებოდა სკრაში, ჩვენ უკვე ამ დროს გვეწყობოდა ხოლმე ვარჯიში, კომბინაცი საერთო მქონდა ხოლმე საჭიდაო დარბაზი. იქიდან რომ მოდიოდეს უკვე მოთელილი იყო, სირბილით ჩამოდიოდა სკრიდან გორამდე. და იმიტომაც იყო რომ ასეთ წარმატებებს მიაღწია. შრომის უნარიანები იყვნენ თვითონ. მე მყავს ძმა ანზორი თენაძე, რომელიც 2 წლით უმცროსია ჩემზე და ბავშვობაში იყო ძალიან ძლიერი ფიზიკურად და ყველა ურჩევდა ჩემს მშობლებს რომ მიეყვანათ ჭიდაობაზე. და თვითონ ჩემი ძმას იმდენად დაინტერესდა მე რომ სკოლაზე ამბობდა უარ თუ არ მივყვანთ ვარჯიშზე და უბრალოდ 25 კილომეტრია ჩვენი სოფელი, საიდანაც გორიდან დაშორებით და უძნელდებოდათ პატარა ბავშვი, მე 6 კლასელი და 25 კილომეტრზე მარტო გამოშვება და ამიტომ გამოვყემეს, დავყვებოდი ვარჯიშზე, მომყავდა და 2 თვის განმავლობაში. და პაპიტაშვილი გურამი მითხრა მეც რომ შენ მაინც დადიხარ ყოველდღე და არ გინდა შენც ივარჯიშო და გამეხარდა მე, იმიტომ უკვე
აი ესეც ქერით შემიყვარდა რა ეს სახეობა და გამეხარდა როგორ არ მინდა მეთქი და წამოიღე ხვალე სპორტულებიო და დაიწყო ვარჯიში. თაობების მიხედვით თუ დავყოფთ გორის ისტორიასა რა მე ვიტყოდი პირველი თაობა ანზორ ქიბროწაშვილის 65-დან 70 წლამდე 1965-დან 70 წლამდე ითვლება ანზორის თაობა მერე იწყებოდა შოთას თაობა ჩოჩიშვილის 70-დან 75 წლამდე მერე თემური ხუბულურის თაობა თემური ხუბულური ბორია გოგიჩაშვილი ამათი თაობა და მერე წამოვიდა უკვე უფრო მასიურად რა ეს ჩვენი პერიოდი კობა კულტანიძე ჩვენ თენაძეები ვაზაგაშვილი გიორგი აი ეს 85-დან 90 წლამდე კაი თაობა იყო საბჭოთა კავშირის ნაკრები დაკომპლექტებული იყო გორელებით ფაქტიურად რა ერთ-ერთი პირველი ჩემპიონი უფრო სწორად ევროპის პირველი ჩემპიონი გორელი ანზორ ქიბროწაშვილი გახდა რომელმაც ანზორ კიკნაძესთან შედარებით ჩემპიონობა 10 წუთით უფრო ადრე მოიპოვა. იმ დღიდან იქნა გორში გურამ ბაბიტაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული გუნდი და ვარჯიში ქართული მოჭიდავების გადასვლა ძიუდოში. 60 წელში ნაკრებში პირადად მეც ვიქენი გაყვანილი ამ მონაწილეობა მივიღეთ ევროპის პირველობაში, სადაც ჩემპიონი გავხდი. მომდევნო ევროპაზე უკვე 63 წელს ორში კი არა. ბეროაშვილი დააყენა ანდრეევმა აბსოლუტურში. აბსოლუტურში გამოვიდა უძლეველი გეზინგე ჰოლანდიელი და მოუწევნოსთან შეხვედრა. ხო და რომ გამოახანა შეუტრიალდა ეს გეზინგსა. უკვე აიტაცა მაღლა კაცო. უკვე რამოდენიმე სანტიმეტრი აი უნდა გადმოაგდოს ვერ გადმოაგდოს რა თქმა უნდა ვერ გადმოაგდო კისრულით ხო ნუ მე იმან მოუგო შებოჭა ჩოვიზენში და გაიმარჯვა აი იმ ქვეყნის პრესა გამოაქვეყნა ასეთი წერილი რომ გეზინგის ტახტი შეირყო ის ერთ-ერთი პირველი შეხვდა ისეთ ცნობილ მოჭიდავეს როგორიც ანტონ გესინკი იყო და ამ ბრძოლაში არც თუ ისე ურიგოდ გამოვიდა გესინკმა მისი შესაძლებლობები შესანიშნავად შეაფასა და რამდენჯერმე იკითხა კიდეც. სად მოძებნეთ ამის თანამოჭიდავეო? მართალია ის დავარდა, მაგრამ რა სიზამ, გესინკია. მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა სიმაღლე, წონა და თანრიგი ჰქონდათ. ჭიდაობის დასრულების შემდეგ მომიახლოვდა და მითხრა: "იცი მიხეილისწევ, ჰაერში რამ სიმაღლეზე ვიყავი. გორი დავინახე. სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ ქართველი, განსაკუთრებით კი გორელი მოჭიდავეები, ყოველთვის ახსოვდათ ის ადგილი, საიდანაც იყვნენ წარმოშობით. თითქოს შინაგან პასუხისმგებლობას გრძნობდნენ და თავისთვის ფიქრობდნენ, წაგების შემთხვევაში როგორ უნდა ჩავხედოთ გორელებს თვალებშიო. არ დავიწყებ გვარების ჩამოთვლას, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა წაგებული მოჭიდავეები შეჯიბრებებზე თვეების მანძილზე არ ჩნდებოდნენ. მასპირანტობისას მიწევდა მოსკოვში სიარული. აბანოში შევედით, გამოვედით და ზივართ ეხლა პატარა კუპეებია იქ თეთრშალით გადაფარებული და გავიხედეთ ამ დროს შემოდის ახოვანი ვაჟკაცი, ქერათმიანი ცისფერ თვალება. პირდაპირ გაცოცხლებული ანტიკური ქანდაკებაა რა. მეკითხები.
Слушай, каким спортом занимаешься, да? შემოხედე რა აღლელი გაუბედურებული. ქართულად ამკითხეთ რა, თქვი კაი ხალხი და ვა, რა გაგვიხარდა ბიჭო, აპტეხეთ ჟივილ-ხივილი, ქართველი ხარ? ხო, ქართველი ვარ. რა სპორტში ხარო და? ძიუდოისტი ვარ, კაცო. საიდან ხარ? აი გორის რაიონთან არის ერთი სოფელი ლო, გაიგონია თუ? არ გაიგონია, აი იმ სოფლიდან ვარო და გორში ვარჯიშობ. რა ვინახარ, რა ხარ? შოთა მქვია და ჩოჩიშვილი ვარ, გვარათავ მითხრა და ეხლა ევროპაზე მივდივარო. რა უნდა ქნა იქ მეთქი და უნდა მოვიგო, მათ ყვილა ხო არ მივდივარო. იმ წელს მართლაც ევროპის ჩემპიონი გახდა და მომდევნო წელს 72 წელში უკვე მიუნხენში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ძიუდოს ისტორიაში პირველად შოთა ჩოჩიშვილი უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ის პირველი საბჭოთა მოჭიდავე იყო, რომელიც ოლიმპიური მედლის მფლობელი გახდა. ამ ესტაფეტით ყველაფერი არ დამთავრებულა. კიდევ ერთი ცნობილი მოჭიდავე და სპორტის დამსახურებული ოსტატი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ხდება. ეს თემურ ხუბულური გახლავთ. ერთი შეხედვით ეს მოჭიდავე უძრავი და ნელი ჩანდა. მაგრამ ტატამზე გასული თემური მეტოქისთვის ისეთი გამოცანა ხდებოდა, რომლის ამოხსნასაც დღემდე ვერ ახერხებენ. თავს ვიკლავდი ვარჯიშით. აი რო გითხრათ სიმართლე დაახლოებით 5 საათი ვარჯიში, 3 საათზე გვეწყებოდა ვარჯიში და მე ვარჯიშს ვამთავრებდი 8 საათზე. ეს იყო დაუღალავი შრომა, ერთსა და იგივე ილეთს დაახლოებით რამდენჯერ ვაკეთებდი შესვლას, ეხლა რომ დავთვალე ალბათ 1000 ჯერ. ერთი ილეთის დამუშავებას, ერთი რომ მესწავლა, როცა არის ჭიდაობა მიდიხარ მსვენი რომ გაძლევს დავალებას, გეუბნებ ეს უნდა გააკეთო 200 ჯერ. მე დავუშვათ 500 ჯერ ვაკეთებდი, 500 ჯერ მეტყო და მე 1000 ჯერ ვაკეთებდი და დიდი შრომის გარეშე, დიდი წვალების გარეშე წარმოუდგენელია რომ რაღაც შედეგებზე ლაპარაკი. გორის ძიუდო სკოლა ძალიან ძლიერია. გორის ძიუდოისტებს კარგად იცნობენ თამ სოფლიოში. კიბროწაშვილის, ჩოჩიშვილის, ხუბულურის ჭიდაობა ყოველთვის მოსწონდათ ბელგიელ სპორტის მოყვარულებს და სამართლიანად თვლიდნენ მათ ტატამის საუკეთესო ოსტატებად. მე კარგად ვიცნობ თემურ ხუბულურს. ის თითქმის 10 წლის მანძილზე იყო ჩვენი ვანდერვალის მთავარი კონკურენტი დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. რაც მოვნახე გურამ პაპიტაშვილისა და გივი ზაუტაშვილის მოწაფეთა ახალი თაობა, რომლებმაც უკვე მიიპყრეს ძიუდო სპეციალისტთა ყურადღება. ვანდერვალს რო ვეჭიდავებოდი ხოლმე მე და უგებდი. მე რო წავედი, 1-3 წლის შემდეგ თუ არ ვცდები თუ რაღაცა კობა კურტანიძემ მოუგო შეჯიბრზე და საიდან არის გაიგოს კრა, ეხლა ჩემზე იცოდა სოფელი და ვინ არიან ეს კრელები, საიდან მოვიდნენ? ერთი სიტყვით ეს დაინტერესდა და რო გაიგო რომ ერთ სოფლელები ვიყავი ძალიან გავუკვირდა. რა ხდება ამ სოფელში ამდენი ჩემპიონები საიდან მოდიან? კრა და ხულევი არის გვერდიგვერდ სოფელი რა და აღსანიშნავია კობა კულტანიძე და შოთა ჩოჩიშვილი არიან დედაშვილები. ანუ დედები, ალალი დები არიან რა, მაგათი დედები და ერთმა დამ ოლიმპიური ჩემპიონი გაზარდა, მეორე დამ სოფლიოს ჩემპიონი. სამწუხაროდ ორთავე ტრაგიკულად დაიღუპნენ ახალგაზრდები რა. მაგრამ თვითონ ეს მოვლენა რომ ორმა დამ ამხელა მნიშვნელობის სპორტსმენები გაზარდეს. ეს ალბათ რა ვიცი, ალბათ ანალოგი არ იქნება სოფლიოში. ქართული ჭიდაობა ძალიან გავრცელებულია გორში და ძალიან წლების განმავლობაში შეიძლება ასეული წლებით იყო ეს ქართული ჭიდაობა და ის ჯუდო გავს ძალიან ერთმანეთს. იქაც ისეთივე ილეთებია ჯუდოში თუ დააკვირდებით და არის როგორც ქართული. ამიტომ ამათ გორალებისთვის ყველაზე ადვილად გადასვლა იყო ადვილი ამ ჯუდოზე ქართული ჭიდაობიდან და ამიტომ ასეთი დიდი წარმატებები როა. Грузия – это одна из тех республик, где очень сильно развита национальная борьба. Национальная борьба. საქართველოს რესპუბლიკაში ეროვნული ჭიდაობა მაღალ დონეზეა განვითარებული. ეროვნულ ჭიდაობასაც თავისი თავისებურებები აქვს. დანარჩენი ბრძოლების მსგავსად საკუთარი ხასიათით, გამარჯვებულის ხასიათით გამოირჩევა.
გორელი და საერთოდ ქართველი მოჭიდავეების უმრავლესობა ჭიდაობას იწყებდა და იწყებს ქართული ჭიდაობით, რაც სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის რაც ძიუდოშია ნებადართული, მართლმორწმუნე ძიუდოისტისთვის მიუღებელია. ძიუდოს თავისი კანონები, ბილეთები და წესები აქვს. ეს წესები წლების მანძილზე არ იცვლება, რასაც დადებითი მხარეები აქვს. ძიუდოში ქართველი მოჭიდავე წესების დაცვით მოქმედებს და წარმატებასაც აღწევს. ქიბროწაშვილმა მეტოქეს ხელი ისე გაუკავა, რომ ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მას 2-3 ისეთი ილეთი ჰქონდა, რომელთა დახმარებით წარმატებას იოლად აღწევდა, რომლისთვის სათანადო მეტოქეობის გაწევას ვერავინ ბედავდა. ისეთ ილეთებს ვერავინ აკეთებდა, როგორებსაც შოთა ჩოჩიშვილი. შეიძლება ითქვას, რომ ოლიმპიური თამაშები მან სწორედ ამ ილეთებით მოიგო. ყველა გამოჩენილი ძიუდოისტი, ვინც წარმოვიდა გორიდან, ქართული ჭიდაობიდან წარმოვიდა. ტრადიციულად ქართლში ყოველ შაბათ-კვირას ტარდებოდა ხოლმე შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. იქ დიდი იყო თუ პატარა, ყველა ჭიდაობდნენ და აქ დავდიოდი ხოლმე ხშირად, რომ ამერჩია პერსპექტიული ბავშვი და შემდეგ დამეყენებინა გზაზე. ასე მოვიდა ქართულ ჭიდაობიდან შოთა ჩოჩიშვილი, თემური ხუბულური, ხაბარელი შოთა, კურტანიძე, კობა და ბორია გოგეჩაშვილი. აი ეს ყველა მოჭიდავეები ქართული ჭიდაობიდან მოვიდნენ, რომლებიც აი სოფლის ნახერხიდან ავარჩიეთ და წამოვეყვანეთ ის. მე რო გითხრათ, რომ ქართულ ჭიდაობით ვანგრევდი, მეთქი ყველაფერს. ესე არ ყოფილა, ნახდათ არ მიჭიდავიას, ბალახზეს თუ მაჭიდავებდნენ ხოლმე, ეხლა ღონიერი ბიჭი ვიყავი და ვიღაცას თუ დამაჭიდებდნენ იქ სოფელში, მოდი ამას ეჭიდავ ხან და ერთხელ ფეხბურთის რაიონის პირველობა მტარდებოდა და ვიყავით ვარიანია სოფელი, ვარიანი და სკრა თამაშობდა. იქ მაჭიდავეს ერთი კარალელი ბიჭი იყო, პატარა ბიჭი, მე რაიონის ჩემპიონიც იყო და მე ვიყავი იმაზე წონე ძალიან ბევრი და წამაქცია იმ ბიჭმა. იმდენი ვინერვიული და ჩავიდე მე გულში რომ მეთქი როგორ წამაქცია ამ პატარა ბიჭმა მეთქი და აი მის შემდეგ იყო რომ გადავწყვიტე დამეწყო ვარჯიში ჭიდაობაზე, ეს იყო 70 წელი. რომ მივედი და 3 თვის შემდეგ სამბოში გავხდი საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის. გორის სკოლის წარმომადგენელთა ჭიდაობის ილეთების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ისეთი დიდი სპეციალისტები იჩენდნენ, როგორებიც იაპონელი სპეციალისტები იყვნენ. ისინი საქართველოში, კერძოდ კი გორში ხშირად ჩამოდიოდნენ. ჭიდაობის ეროვნულ სახეობას იღებდნენ. გორელი ძიუდოისტების წვრთნის პროცესს აკვირდებოდნენ და მათ ილეთებში გარკვევას ცდილობდნენ. ამ პატარა ქალაქში ძიუდო ყველა ბიჭუნას მოსწონს. ეროვნული ჭიდაობით ყველა ბავშვია დაინტერესებული. ძალიან სიამოვნებს, რომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი საბავშვო ბაღის ასაკიდან ჩნდება. ბავშვები დარბაზში სახელოვან მოჭიდავეებს აკვირდებიან და შემდეგ იმპროვიზირებას ცდილობენ. გორის დიდ სკოლაში ახალგაზრდა სპორტსმენების უნიჭიერესი თაობა იზრდება. პირველ რიგში ის სპორტსმენები უნდა აღინიშნოს, რომლებიც ახლო მომავალში ისეთი დიდი მოჭიდავეების მიერ წამოწყებულ საქმეს გააგრძელებენ, როგორებიც არიან პენაძე ან კურტანიძე. ფიქრობ, რომ გორის სკოლის წინსვლა კვლავაც გაგრძელდება. და ამ სკოლის სპორტსმენები საკუთარი სპორტული წარმატებებით კიდევ დიდხანს გაგვიხარებენ გულებს. გორელ მოჭიდავეებს საერთაშორისო არენაზე გამოჩენისთანავე მივაქციეთ ყურადღება. ქართველი ძიუდოისტები მუდამ კარგი ფიზიკური მომზადებით და დახვეწილი ტექნიკით გამოირჩევიან. მათგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება. ძიუდოს იაპონური და ქართული სკოლების საუკეთესო თვისებების შერწყმა რომ მოხერხდებოდეს, ეს ალბათ იდეალური ძიუდო იქნება.
დაისვა საკითხი 65 წელში საბჭოთა კავშირში, რომ შექმნილიყო სტუდენტთა ნაკრები კავშირის, რომლის ასაკი ყოფილიყო 18 წლიდან 27-მდე. 27 რატო? 25 ხომთავრების ინსტიტუტს ასეთვის 2 წელი კიდევ უფლება ჰქონდა დაეცვა სტუდენტის ღირსება მსოფლიო პირობებს. ამის უბრალოდ წორთნელად კომიტეტმა წარადგინა ჩუმაკოვი ევგენი მიხაილოვიჩი ყასე პიროვნება. მე იმ კოლეგას ვესწრებოდი, მაშინ პავლოვი იყო და უთხრეს, აი ევგენი შენ ხარ ახლა ესა და ნუ ადგა იმან მადლობა უთხრე, ერთხელ მე მაქვს ჩემი წინადადება. ბრძანეო და აი მაგალითად დღევანდელ ჩვენ ნაკრებ გუნდში საბჭოთა კავშირისა ყოფილში უმრავლესობა საქართველოსთან არისო და რამოდენ უფრო მეტი აი აკაზისო პაპიტაშვილი იმის მოსწავლეები. მე შემომაგ წინადადება ნაკრების უმრავლესი მსწავლეების პაპიტაშვილი და მე ვიქნი მისი გვერდზე ყოფი დამყარე მოსწავლე. დღევანდელამდე აი ამ 2000 წლის მანძილზე მომზადდა ჩვენ სკოლაში, აი გორის ჭიროვის სკოლაში 13 საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. 3 სპორტის დამსახურებული ოსტატი. მრავალი ათეული სპორტის ოსტატი. აი ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობის ინტერესებს და ჩვენი სწორედ პედაგოგების გულმოდგინე მუშაობა. სტუდენტთა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში 8 ქართველი მოჭიდავე იყო. მათ შორის ყველა 8 რესპუბლიკის ინტერესებს იცავდა და ამავდროულად გორელთა ინტერესებს იცავდა. ყველა საინტერესო შეჯიბრებაში ის იყო, რომ ერთ-ერთ წონით კატეგორიაში ერთმანეთს შეხვდა 2 საბჭოთა სპორტსმენი, 2-ვე ქართველი და 2-ვე ერთი ინსტიტუტიდან. სწორედ ეს ჩემპიონები, რომლებიც გორიდან არიან, სოფლელები არიან. სპორტის ვეტერანი გიორგი მეყანწიშვილი. სწორედ მათმა შრომამ ფიზიკურად შრომაში, თოხნაში, ბარვაში და ამიტომ იყო რომ ასეთი კარგი ვაჟკაცი ბიჭები გამოვიდნენ. შესაძ ჩვენ შევხედავთ ამ კენჭისყრის იმას ფურცელს და ვეძებთ იაპონელი ხო არ მოხდა ჩვენ ჯგუფში არა. აი ეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს ქართველი ხო არ არისო ჩვენ ჯგუფში დანარჩენი რესპუბლიკელები ამას დაეძებდნენ რა და გვერიდებოდნენ რომ ჩვენთან არ მოხვედრიყვნენ, იმიტომ იცოდნენ რომ შანსი არ ჰქონდათ. იცით მოგეხსნა 99 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე 8 სპორტსმენიდან 4 ქართველი ვიყავთ, აქედან 2 გორელი. ხო და 4-ვე მედლები ავიღეთ. კურტანიძემ ტოტიკაშვილი ჩემპიონი გახდა, კიბორძალიძემ ვერცხლი და მე ბრინჯაო ავიღე. Ангелина, кидай, дай,